ევროკავშირის საბჭომ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოს განმარტებით სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულების შეჩერება შემდეგ კატეგორიებს შეეხებათ. საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე. საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელები არიან, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე ყოფნისას. აღნიშნულია განცხადებაში. ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოში განვითარებული მოვლენებიც განიხილეს. საბჭოს დაწყებამდე საქართველოს მისამართით მკაცრი განცხადებები გაკეთდა. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაია ბრაჟემ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ქართული ოცნების მისამართით სანქციებზე ისაუბრა. მთავრობის რიგი წარმომადგენლები, ვინც ჩაახშო ეს მშვიდობიანი პროტესტი, თავს დაესხა ჟურნალისტებს ჩვენ ლატვიაში ჩავსვით სიაში. სიაში მოხვედრილი ადამიანები ვერ შეძლებენ შემოსვლას ლატვიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. ასე რომ არის ზეწოლა, მაგრამ ასევე ცხადად არის ღია კარი ევროპული მომავლისთვის. მოსახლეობის ნების პატივისცემის შემთხვევაში განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ისაუბრა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმაც. ნიდერლანდები ყოველთვის ემხრობოდა პერსონალური სანქციების დაწესებას იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც რეპრესიებზე არიან პასუხისმგებლები. ამ მომენტისთვის გადასადგმელი ნაბიჯია ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო თავისუფლების გაუქმება. ჟურნალისტებისა და მათი თავისუფლების საკითხის გამო მე ძალიან შეშფოთებული ვარ. სწორედ ამიტომ ნიდერლანდებმა გამოყო დამატებითი რესურსები ჟურნალისტების დასაცავად. ჩვენ ასევე გამოვყავით დამატებითი რესურსები მათთვის, ვინც დააკავეს მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევისას, განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა. ფინეთი გმობს ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული ვითარებით. ახლა მე ასევე შემიძლია ვისაუბრო, როგორც ეუთოს თავმჯდომარემ ეუთომ ოდირის მეშვეობით გასულ წელს გამოაქვეყნა ანგარიში არჩევნების შესახებ და ასევე რეკომენდაციები, რომლებიც ძირითადად ახალი არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს, განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევილინა ვალტონენმა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი გასაჩივრებულია. აღნიშნულ თემაზე მონიტორინგისა და საპროცედურო კომიტეტები იმსჯელებენ. მათ მოსაზრება 24 საათის განმავლობაში უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრაზე გავა. საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა სადავო ევროპის სახალხო პარტიამ გახადა. საკითხს 5 ქვეყნის დელეგაციიდან 30-ზე მეტმა წევრმა მხარი დაუჭირა. ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობის საკითხი შვედმა დეპუტატმა ბორიანა ობერგმა დააყენა. საქართველოს პარლამენტი არის ერთპარტიული პარლამენტი, მხოლოდ ქართული ოცნებით ივანიშვილის რეჟიმი ანადგურებს დემოკრატიულ წესრიგს საქართველოში. ამიტომაც ევროპის სახალხო პარტიის სახელით მოგმართავთ მათ უფლებამოსილებას შეუჩერდეთ, ნათქვამია ბორიანა ობერგის განცხადებაში. ჩვენი ქართული ექსტრემისტი ოპოზიციის მიერ აქ გამოგზავნილი წერილი, რომელიც ძალიან ბევრ ცრუ არგუმენტს იყენებს იმისთვის, რომ აქაური ასამბლეა დაარწმუნოს იმაში, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია არ უნდა იქნეს ასამბლეაზე დაშვებული. ევროსაბჭოსთან თანამშრომლობას ვაპირებთ ზუსტად ისე, როგორც თანამშრომლობდით თითქმის 3 ათეული წლის განმავლობაში და რომ არავითარ სადამსჯელო ღონისძიებას საქართველოს წინააღმდეგ ევროსაბჭოს მხრიდან საქართველოს და მისი დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით  ობით, არ დაეთანხმება და არ შეეგუება. 2019 თებერვალის 15-ში საქართველოს საპარლამენტო
საქართველოში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. 2 თვეზე მეტია მოქალაქეები მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. მოთხოვნებს შორის არის აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლებაც. რუსთაველის გამზირზე აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პარლამენტთან შეკრებილები პროტესტს ტრანსპარანტებითა და სასტვენებით გამოხატავენ. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია. აქციის მონაწილეებს მოქალაქეების სხვადასხვა სახელწოდების მარშებით შეუერთდნენ. მომიტინგეები პროტესტის შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობლის საქმეზე საია განცხადება სავრცელებს. მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ამაღლობელმა საიას თავმჯდომარესთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი შიმშილობა არის პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ და ეს ნაბიჯი არ ემსახურება შეღავათების მოთხოვნას. საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ეკლესია მონასტერში წირვა ლოცვა ჩატარდა. სიონის საკათედრო ტაძარში წირვა პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომაღავლინა. წმინდა ნინოს ქადაგებით საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეკავათ. საქართველოს ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ, 1 ივნისსა და 27 იანვარს აღნიშნავს. ილოცავთ წმინდა ნინოს ხსენების დღეს, განსაკუთრებულია ჩვენი ერისთვის, რადგანაც ის გახლავთ ქართველთა განმანათლებელი. ჩვენ ვიცით, რომ პირველ საუკუნეში ანდრია მოციქული შემოვიდა და იქადაგა, მაგრამ ქრისტიანობა არ იყო გამყარებული სრულიად და როდესაც აქ სრულიად პატარა 14 წლის ასაკის დაახლოებით ქალწული ნინო შემოდის, იმისათვის რომ მოილოცხოს მაცხოვრის კვართი, რომელიც არის ცხოველში დღეს დაკრძალული, აი ამ უდიდეს სიწმინდის მოსალოცად მოდის და ის ხდება უფლის რჩეული თავის თავმდაბლობიდან და რწმენიდან გამომდინარე, უფალი მას გამოერჩევს იმისათვის, რომ გახდეს მოციქულთა სწორი და ქართველთა განმანათლებელი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ალბანეთის ეკლესიის მეთაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ალბანეთის მთავარ ეპისკოპოსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 1992 წლიდან 2025 წლის 25 იანვრამდე იყო ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარ ეპისკოპოსი. უნგრეთის პრემიერი ბრიუსელის ბიუროკრატიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბრიუსელის ბიუროკრატებმა ევროკავშირი დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლაციაში მოაქციეს. განცხადებასთან ერთად ვიქტორ ორბანმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ლუზერთა კლუბად ქცევის რისკის წინაშეა. ვიქტორ ორბანის განცხადებით გაერთიანებაში ცვლილებების დროა. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ უკრაინაში ყველა პროექტის გაჩერების განკარგულება მიიღო. ამის შესახებ უკრაინული მედია კიევში სააგენტოს თანამშრომლებზე დაყრდნობით წერს. ეს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა აუდიტის ჩატარების მიზნით უცხოური დახმარების პროგრამები 90 დღით შეაჩერა. მედიის ცნობით USAID-ის დაფინანსებაზე დამოკიდებულმა ორგანიზაციებმა უკვე მიიღეს წერილები, სადაც საქმიანობის შეჩერების შესახებაა საუბარი. შეერთებულ შტატებში არალეგალი მიგრანტების დაკავება და დეპორტაცია დაიწყო. საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციის თანამშრომლებმა ქვეყანაში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩიკაგოში დააკავეს. ოპერაცია ტრამპის განკარგულების საფუძველზე ჩატარდა. გამკაცრებულ საიმიგრაციო პოლიტიკაზე ტელეკომპანია ABC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შტატების საზღვრების უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ისაუბრა. ბელარუსში გუშინ გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ცნობილია. საარჩევნო კომისიამ ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. წინასწარი მონაცემებით ლუკაშენკომ ხმების 86.8% მიიღო. არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე მან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, აღიარებს თუ არა ევროპა ბელარუსის არჩევნებს.
ისრაელი ორშაბათიდან ღაზის მოსახლეობას ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში დაბრუნების საშუალებას მისცემს. ამასთანავე ჰამასი მიმდინარე კვირაში 6 მძეველს გაათავისუფლებს. გასათავისუფლებელ მძეველთა სიაშია სამოქალაქო პირი არბელ იეჰუდი, რომლის გათავისუფლება ერთ-ერთი პირობა იყო იმისთვის, რომ ისრაელს ღაზის მოსახლეობისთვის ჩრდილოეთ გასასვლელი გაეხსნა. შეგახსენებთ ცეცხლის შეწყვეტის ასევე მძევლებისა და პატიმრების გათავისუფლების შეთანხმება ძალაში შევიდა 19 იანვარს, რის შედეგადაც 7 ისრაელელი მძევალი და 200-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შტატების პრეზიდენტს ისრაელისთვის 900 კილოგრამიანი ბომბების მიწოდების თაობაზე შეზღუდვის მოხსნისთვის მადლობას უხდის. ნეთანიაჰუს განმარტებით ეს არის იარაღი, რომელიც ისრაელს თავდაცვისთვის სჭირდება. შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ისრაელისთვის 900 კილოგრამიანი ბომბების მიწოდებაზე ბაიდენის ადმინისტრაციის აკრძალვა გუშინ გააუქმა.